მოგესალმებით, ჭიათურიდან გახლავართ მაღაროელები. დღეს მქონდა დაგეგმილი საპროტესტო აქცია პროკურატურის შენობის წინ. მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი კანონი დავიცავით, მივმართეთ ოფიციალურად და ასე შემდეგ. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 4 ჭიათურელი არის უსამართლოდ დაკავებული თითქოს და ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით და მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა, რომელმაც გამოიტანა განაჩენი 20 იანვარს, დღემდე ვერ დაწერა და არ ჩააბარა განჩინება ოფიციალურ დონეზე. აი ეს კიდე ერთი დარღვევა, მაგრამ აქ ჩამოსულებს, ჭიათურიდან ჩამოსულებს დაგვდა კიდევ ერთი არასასიამოვნო სიურპრიზი პოლიციელების მხრიდან. არ გვაძლევენ უფლებას, რომ პროკურატურის წინ მითითებულ ადგილზე ჩავატაროთ საპროტესტო აქცია და გვთავაზობენ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, სადაც ერთის მხრივ არის PSP-ს სააფთიაქო ქსელი, მეორეს მხრივ არის ბინადმშენებლობა და უზარმაზარი ხმაურია. ფაქტიურად აზრიც კი ეკარგება იქ საპროტესტო აქციის ჩატარებას. ჩვენ პროტესტის ნიშნად წყვეთ საპროტესტო აქციას და უცხადებთ უარს, უნდობლობას, უარყოფას იმ ახლად მიღებულ კანონს, რის საფუძველზეც უნდა დაიცვა წესები 5 დღით ადრე მიმართო, მან უნდა მოქცეს ნებართვა რა ლოკაციაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თითქოს მშვიდობიანად და უწყინარი კანონი მიიღეს შეკრების და მანიფესტაციის შესახებ, მაგრამ იმდენად გაამკაცრეს ფაქტიურად საპროტესტო აქცია, სადაც საჭიროა რომ ჩაატარო, მის ნაცვლად გთავაზობენ ისეთ ადგილს, საიდანაც საპროტესტო აქციის ჩატარებას აზრიც არ ექნება. ამიტომ ჩვენ ბრუნდებით ისევ ჭიათურაში და პროტესტის ნიშნად აღარ გავაგზავნებთ საპროტესტო აქციას. აი ეს არის რაც მინდოდა მეთქვა. მინდა მოუწოდო ესევე, ვთხოვოდა მოუწოდო ყველას, რომ ის კანონები ვითომ უწყინარი იყო თავიდან, ესე მიიღეს, ამ ფორმით მიიღეს, იმდენად ამკაცრებენ დრო და ნელ-ნელა, ისე უჭერენ ხალხს, მოსახლეობას, გაჭირვებულ ადამიანებს, მარწუხებს, რომ ბოლოს არ ვიცი, ალბათ ერთი დიდი აფეთქების ტალღა იქნება საჭირო, რომ ეს კანონები, რომელიც უსამართლოდ არის მიღებული, პირწმინდად იყოს განოლებული. მადლობა.